მრავალწლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კაბელების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული სასამართლო დავა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს გაფლანგვას ედავებოდნენ. სააპელაციო ინსტანციაში კი მუხლი ისე შეიცვალა და მოსამართლემ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ მომჩევნებმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა მათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ჩაბარდათ. ნინო გაზდელიანი გაეცნო სტრასბურგში გამოტანილი გადაწყვეტილების დეტალებს. ნინო გისმენთ. 10 წელზე მეტი არის გასული კაბელების საქმიდან და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს 2014 წელს და როგორც ცნობილია, მათ თავდაპირველად ედავებოდნენ დიდი ოდენობით რამდენიმე მილიონი დოლარის გაფლანგვას, თუმცა უკვე სააპელაციო სასამართლოში ეს მუხლი გადაკვალიფიცირდა და მათ უკვე ედავებოდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. რამდენიმე წლის წინ ამ საქმესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სულ ცოტა ხნის წინ უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაიღოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს იმას, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ასევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სასამართლოს თემაზე მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და რომ ის ძალიან ხშირად მნიშვნელოვან საქმეებზე ასრულებს სწორედ ხელისუფლების დაკვეთებს და პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილებაც არის იმის დადასტურება, რომ კაბელების საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ასევე აცხადებენ იმასაც, რომ ეს საქმე უკვე ადასტურებდა მაშინ, რომ ქართული ოცნება ცდილობდა ქვეყნისათვის კურსის შეცვლას და გეზის აღებას რუსეთისაკენ. ის ფაქტი, რომ ევროპული კონვენციის დარღვევა არის დადგენილი კონკრეტულ საქმეზე, არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ამ საქმეში იყო გარკვეული პოლიტიკური ასპექტები და პოლიტიკური მოტივები, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მთლიანად სისხლსამართლის პროცესის წარმართვის სამართლიანობას ამ მომჩინებთან მიმართებით. ეს არის შესაძლებლობა ქართული სისხლსამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოების, რომელიც შეიძლება გახდეს გადასინჯვის საფუძველი, მათ შორის გამოტანილი გადაწყვეტილებების. ბევრი დარღვევა არის ამ საქმეში და ამაზე ზუსტად საუბარი. ეს გარკვეულწილად სისტემურ პრობლემასაც წარმოადგენს, იმიტომ რომ ასეთი დარღვევები შეიძლება იყოს სხვა საქმეებშიც. როდესაც ფორმულირებით ედავება ადამიანს ერთ, შემდეგ სასამართლო აკვალიფიცირებს საერთოდ სხვა ქმედებაზე, რომლებიც თავსებადი არ არის მოცემულ საქმესთან. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი, რომლის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმსაჯულებას და სისხლსამართლის პროცესს საქართველოში აქვს სერიოზული პრობლემები და გვაქვს სისტემური პრობლემები. კაბელების საქმე იყო პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი, პოლიტიკური დევნისთვის ტყვეები ყავდა. ივანიშვილის თავრობას აყვანილი ტყვეობაში ადამიანები დაყופებდა უკანონო პატიმრობაში. მე მაშინ მას უწოდე, რომ ეს ადამიანები არიან ტყვეები თქო და ამ კაბელების საქმე უკვე პირდაპირ ღიად დაიწყო ვექტორის ცვლილება რუსეთისაკენ და ეს ნათელი იყო და ამ საქმის შესახებ ყველა მიცის ბუნებრივია რა და როგორ იყო, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არ არის სამართალი, ამ საქმეზე სამართალი არ ყოფილა, სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნა დარღვეული და ეს ადამიანები უკანონოდ იქნენ გასამართლებული. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე დაკავებული იყო თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფური, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე და პროკურატურა მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტ გაფლანგვას ედავებოდა. საქმე ეხებოდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერს, თუმცა აქ ასევე ერთ-ერთი გარემოება, რაზეც ასევე ამახვილებენ უფლებადამცველები არის ის, რომ მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლომ გაამტყუნა ეს ადამიანები, უფლებადამცველებმა საჩივარი უკვე ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, თუმცა საქმე არის ის, რომ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არც კი მიიღო საქმე განხილვაში და არც კი იმსჯელა ამ საკითხზე. ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების სასამართლომ დამნაშავედ ცნო, უკვე მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.